გამარჯობა, მე ვარ სესე მესხი. დღეს ვეჯნის სასახლეზე გიამბობთ. ვეჯნის სასახლე მდებარეობს სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯნის ხევში. გლდანი თიანეთის გზიდან 1,5 კილომეტრზე. თარიღდება მე-11 საუკუნეებით. სასახლე დგას რიყის ქვით ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელიც სამხრეთიდან 4 ბოძითაა გამაგრებული. ნაგებობას 2 შესასვლელი აქვს. აღმოსავლეთის თაღოვანია, დასავლეთის კი სწორკუთხა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები თითქმის მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ჩრდილოეთის კედელი 1 მეტრზე, ხოლო სამხრეთის კედლისგან დასავლეთის ნაწილი კუთხიანად და 1 პილასტრის ფრაგმენტი, რომელზეც ჯვარია ამოკვეთილი. სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეებს მომრგვალებული ფორმა აქვს. შედარებით უკეთდაცული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დასრულებულია ფრონტონით. პილასტრის დასავლეთ სიბრტყეზე ხელის მტევანია გამოსახული. სასახლიდან 20 მეტრში მდებარეობს მე-17 საუკუნის დარბაზული ღვთისმშობლის ეკლესია. აქვს 2 შესასვლელი. დასავლეთის კედლის შუა ნაწილში და სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდში 1 სწორკუთხა სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში. 1 მთლიანი ქვისგან გამოთლილი სატრაპეზო ქვის წინა მხარეს ბოლნური ჯვარია გამოსახული. სამხრეთის კედელში 1 სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული. სასახლიდან 300 მეტრში არის ნასაყდარი და წმინდა გიორგის ნიში, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები და გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადი სამყარო. მიყვარხართ!